მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, რადიო მაყურებლებო. საოცარი სიურპრიზი მაქვს თქვენთვის. ტრადიცია დავარღვიე. წარმატებული ქალბატონი არ მყავს, მაგრამ ისეთი ბატონი მყავს სტუმრად, რომელიც ძალიან უყვარს ყველას. მისი შემოქმედება, მისი თავი ეკუთვნის ქართველებს, გვეკუთვნის ჩვენ, გვიამაყება, გვიყვარს და მე ძალიან ამაყივა, რომ საშუალება მაქვს, რომ აი ესე მარტო დაგიჭირო და თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოგაყოლოდათ. გათქმევინო, კახაბერი არის ჩვენი სტუმარი, მისი ხანუმების გარეშე, მაგრამ მათი საოცარი პროექტის პრეზენტაციებით. როგორ ახარ პირველ რიგში და დიდი მადლობა რომ მოხვედი. უღრმესი მადლობა. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, აი ესეთი სიტყვებისთვის, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ცოტა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შენ ჩვენი ნიჭიერი ხარ და ჩვენ ძალიან გვიამაყები ქართველებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ ყველა არტისტისთვის და ალბათ ეგ იწვევს ზუსტად იმას, რომ ჩემი მოქმედება უფრო და უფრო ძლიერდება. ასე რომ უღრმესი მადლობა თქვენ, უღრმესი მადლობა მსმენელს, რომელიც მე უკვე 30 წელია მომქმედებს ასე მოქმედებაში ხო ვყევარ და მომყვება და შესაბამისად ეგეც იწვევს ამ მოქმედებას ხოლო მოქმედებიდან გამომდინარე უკვე გამოგივიდას მომენტი აღარ გვაქვს რა უკვე ვიცით რას ვაკეთებთ ვიცით რას ვთავაზობთ ვიცით რა ფორმით უნდა შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია მით უმეტეს მუსიკალური ასე ვთქვათ იმ მიმდინარეობით, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოს ჩამოვაყალიბე და, ასე ვთქვათ, დავაფიქსირე. თუმცა მე არ ვიყავი კმაყოფილი ამით და მას შემდეგ ძალიან დიდი ხანი გავიდა დრო და წლების შემდეგ გამოუშვი ხანუმებთან ერთად ეს პროექტი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ის მარადიულია. როგორც მუსიკა, ასევე თვითონ ნაშრომი, რითიც დღეს ჩვენ ვამაყობთ, იმიტომ რომ რაღაც ფორმატი აქვს ეს ღვინის ქართულ კულტურაში ღვინოა, აი ღვინის ფორმატია, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ღირებული და ფასეული ხდება. და აღმოჩენას, ასე ვთქვათ, სხვადასხვა თაობა აკეთებს სხვადასხვა ათწლეულში. ასე რომ ჩვენ უკვე ხანუმებთან ერთად ეს პროექტი არსებობს. ვფიქრობ, რომ აი როგორ მოგივიდა თავში ასე. შენი კრეატიულობით ყოველთვის გაოცებული ვარ შენი მსმენელი და შენი თაყვანისმცემელი, მაგრამ აი სულ ვფიქრობ, რომ აი რანაირად გაარტყამ ხოლმე აი ჟესტი, აი ესე რომ ვთქვა, როგორ გააკეთე, როგორ ეგ არის უკვე გარტყმაზე აღარ ვართ და აღმოჩნდა, რომ თურმე თავიდანაც გარტყმაზე არ ყოფილვართ, იმიტომ რომ ჩემი მუსიკალური ასე ვთქვათ განათლება რაც მე ჯაზური განათლება მაქვს და ვარ დასარტყამი ინსტრუმენტის სპეციალისტი და იქიდან გამომდინარე რომ 8 წლის განმავლობაში ბავშვობაში მოცეკვავე ვიყავი და ეს ყველა სინთეზი ჩემთვის ჩამოყალიბდა როგორც ფორმულა და მიმდინარეობა მუსიკალური ქართული ასე ვთქვათ მოკლედ ქართული ელექტროფოლკი ქართული ეთნოელექტრონული მუსიკა რომელიც პირველი გაბედურლება ასე ვთქვათ 90-იანი წლების ბოლოს მაშინ ხო ხდებით ხა ფოლკლორი და დღესაც ყოველთვის ისეთი ფასეული რამ არის ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის და ძალიან სახიფათო ხელშესახებია. ამიტომ მანამ სანამ ამას გავაკეთებდი ძალიან ბევრი ვიშრომე, ვისწავლე, ვიმოქმედე, ვიმუშავე და შესაბამისად ამან გამოიწვია ის უზადოობა, რაც ვთქვათ, პირველივე გამოჩენაზე გამოიწვია. თუმცა ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო და შემდეგ ძალიან უნიჭიერეს მუსიკოსებთან ერთად გავაგრძელე პროექტის დამუშავება. მათ შორის ერთ-ერთი იყო სამწუხაროდ გარდაიცვალა 2003 წელს დათო ოძელაშვილი, რომლითაც ერთად სხვათა შორის სულ რამოდენიმე დღეა გამოუშვი, მასთან ერთად აი შექმნილი ბაიათებზე ასე ვთქვათ ბაიათები ნამღერი ჩემი 2002 წელს დარეალიზებული, რომელიც არ იყო ციფრულ პლატფორმებზე და დღეს ეს შესაძლებელია Instagram-ზე და Facebook-ზე, ასე ვთქვათ, მოისმინოს და Spotify-ზე, Apple Music-ზე, ყველა ციფრულ პლატფორმაზე. დავიწყე ძველი სიმღერების, რომელიც არ არის დარეალიზებული, გამოშვება ამ მუსიკოსებთან ერთად და ეს ის პერიოდებია, როცა დამუშავება მიდიოდა, ვთქვათ, ასე დახვეწა ამ მუსიკალური პროექტის. და შესაბამისად ალბომი მხოლოდ გამოვიდა ჩემი და ხანუმების 2013 წელს.
და 2010 წლიდან ჩვენ ერთად ვართ. უკვე წერდით ალბომს, ვამზადებდით 3 წლის განმავლობაში, ხოლო ეს პირველი ალბომი 2013 წელს გამოვიდა. ეხლა გვაქვს 5 ალბომი. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული გენოფონდისთვის, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან. და მუშაობ და იქ თითქოს პირადი არის მისია რეალობაში ამ მუსიკალური პროექტის, სადაც გამოშვებული გვაქვს საეკლესიო ნაწარმოებები, რომელიც ეკლესიაში და კონსერვატორიაში სრულდება და ამას ასრულებენ ხანუმები, ეკა გურიშიძე, ანა ფილფანი, დიანა ზურაბიანი, ჩემი ანგელოზები, ვიკითხოთ დიდი სიყვარულით, საოცარი გოგონები. აუცილებლად ეს ადამიანები არის, მე ვფიქრობ, ერისთვის საყვარელი. ყველას სხვადასხვა გონიათ, რომ იცვლებიან ეს ხანუმები, გონიათ, რომ რაღაცა პერიოდი ეგონათ, რომ იყვნენ ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე და შენაკეთებამ ყველაფერს, შენაკეთებამ ყველაფერს. არა, მეგობრებო, ეს ერთი და იგივე არაჩვეულებრივი გენიალური ქართული გენოფონდის წარმომადგენლები არიან. უცვლელი ჩემთვის ანგელოზები, უცვლელი ხანუმები. გარდა იმისა, რომ ესეთი დონის მუსიკოსი ხარ და მის თქმის არ მერიდება და მართლა ესეთ საქმეს აკეთებ, კიდე რამდენად კომფორტულია შენთან მუშაობა. წარმომიდგენია, რომ ამდენი წელი აი ამ პროექტმა და ამ ადამიანებმა გაცლეთ ერთმანეთთან და ძალიან არაკომფორტულია არაპროფესიონალებისთვის. და პრინციპში უკვე იგი მიჯი ალბათ ფილტრავს მანამდე არაპროფესიონალიზმს, ასე ვთქვათ, ჩემამდე. თუ რამე პროექტებზე მუშაობ და თქმა უნდა მუშაობ. სულ მუშაობაში ხარ. შენთან ძალიან უადვილდება პროფესიონალებს მუშაობა, იმიტომ რომ კონკრეტული დავალება და მისია და სტრატეგია იციან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემ მარტო მუსიკალურობით არა, თუმცა მუსიკალურობაში ძალიან გამოყენებული მაქვს ეს, ასე ვთქვათ, რაღაც ფორმულები, ასე ვთქვათ, სტრატეგიული და რაც შეეხება მენეჯმენტს, მე ძალიან მიყვარს და პროდიუსერობა და მენეჯმენტი და შესაბამისად ამისთვის დროც მქონია გადადებული წლებიც და შემიქმნია და გამიკეთებია და დღეს უამრავ არტისტს ახსოვს, ვთქვათ ეს. ეს ბოლო 10 წელია მე მოქმედებ, დიახ, ქართული ნაციონალური რეგიონალური მუსიკალური პროექტით, რომელსაც ეწოდება კახაბერი და ხანუმები, ალბომი დანიდან ჰ-მდე და ეს არის ის აწლეული და შემდეგი აწლეული, ასე ვთქვათ, რომელიც ამ ფორმულით, ამ ფორმით მუსიკალური და ამ ჩვენი პერფორმანსით, ასე ვთქვათ, ქართული ჩვენ სხვა მიწოდებას, ასე ვთქვათ, გავაკეთებთ და ვაკეთებთ უკვე საზღვრებს გარეთ და ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ ეს ისეთი პროექტია, რომელიც პირველი პრეზენტაცია ლონდონში იყო და იქ დაიბადა და შესაბამისად იქ პირველად იქ შემოწმდა თუ რა ეფექტი და რა გამოხმაურება იქნებოდა, ასე ვთქვათ, უცხოელებისგან. ამიტომ ჩვენ ეხლა ის ეტაპი გვაქვს, რომ მეტი მოგზაურობა საზღვრებს გარეთ და მეტი კონცერტი რეგიონებში. რადგან ჩემთვის ბავშვობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუ ვინმე მოსაწონი ან რაღაც საინტერესო მით უმეტეს შემეცნებით გასართობ რაღაცა მუსიკალურ ან რამე პროექტს გვაჩვენებდა, ხო, იმიტომ რომ ამაზე იზრდება ახალგაზრდობა, ამაზე უჩნდება მოთხოვნა, რომ ეს მიღწევადია და შესაბამისად ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ მე შეიძლება ვიყო მაჩვენებელი, რომ ბათუმიდან ბათუმელი გავხდი პოპულარული ჯერ საქართველოში და შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში, ვთქვათ, ხო, ესეც ჩემთვის აი ეს მომენტია, რომ პირიქით გავაზიარო, რომ ის შესაძლებელია. ეს შეიძლება, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი რეგიონიდან იქნება ნიჭიერი ადამიანი, მას უნდა სჯეროდეს და შესაბამისად ამის საშუალებაც უნდა ჰქონდეს, რომ რამე მსგავსი ნახოს მოსაწონი ან ასე ვთქვათ, სურვილის გამომწვევი მასში. ძალიან მნიშვნელოვანია და მოდით ამ თემას გითხარება. მე ასე გავიზარდე, მე ესე მომწონდა, რომ თბილისიდან ჩამოვიდნენ და მე კარგი მომღერალი ან მუსიკოსი ხდები, ეს არის და ეს ერთ-ერთი ცხოვრებაში არის მიმართულება, რომელიც ხსნის დეპრესიასაც და შესაბამისად ადამიანებს განტვირთვის ისეთ საშუალებას აძლევს, რომ მას შეუძლია თავიდან დაიწყოს თავის საქმიანობაზე აბსოლუტურად ახალი ენერგიით. ამ ახალ ენერგიას დავიწყოთ
დავიწყოთ რუსთავიდან, რომ აძლევთ რუსთაველებს. დავიწყოთ რუსთავიდან, რუსთავში გვაქვს პირველ რა ხდება, რა გრანდიოზულია. ეს არის ფესტივალი ქართული, რომელიც ტარდება გაზაფხულზე, მე და წელს ჩვენ მიგვიწვია ქალაქის მუნიციპალიტეტმა და საინტერესოა რომ ჩვენ არ ქონია კონცერტი ქალაქ რუსთავში და ეხლა ეგეთი მასშტაბური კონცერტი არა, ესეთი ღიაცისყრის კონცერტი არ ყოფილა და 26 აპრილს. დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარდაჭერას გვიწევს, ასე ვთქვათ და ვაძებთ საშუალებას, რომ მივაწვინოთ ინფორმაცია მოსახლეობას, რომ დიახ, კახაბერი და ხანუმების ცოცხალი პერფორმანსი იქნება 26 აპრილს 8 საათზე. სპეციალური ვიზუალური შოუთ თანადახლებით და მე ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი ზეიმი, ასე ვთქვათ, ცეკვის და მუსიკის და სიმღერის. წარმომიდგენია რა მოხდება, წარმომიდგენია როგორ უხარიათ რუსთავში და არა მხოლოდ რუსთაველებს. რა დარწმუნებული ვარ და ძალიან მიხარია მე და მომწონს, იმიტომ რომ ვაკვირდებით სოციალურ ქსელში, რასაც ჩვენ ვარცელებთ, იმიტომ რომ ეხა თქვენ შემოგვიერთით და უფრო მეტ ხალხს გავაგებინებთ ამით. ყველამ უნდა იცოდეს ესე და პრინციპში მთელ საქართველოში გავაგებინებთ, იმიტომ რომ ისეთ კონცერტი ხოლმე ხშირად ძალიან არ ტარდება და ამიტომ მე ხავე დავაანონსებ, რომ 26 აპრილს გვაქვს 26 აპრილს გვაქვს ქალაქ რუსთავში, რუსთავის ცენტრალურ პარკში და 3 მაისს გვაქვს ბათუმობაზე, ბათუმში, საზაფხულო თეატრის წინ ბულვარში, შემსაყვარებელი ბულვარში, სადაც ასევე ძალიან უამრავ ადამიანს ველოდებით და ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ გაზიარებისთვის, რომ ხავს მივაწოდებთ ინფორმაციას, რომ ექნებათ საშუალება დაესწროს ჩვენს კონცერტს, ჩვენ ცოცხალ შესრულებას და ეს გავაზიაროთ ჩვენი ქართული. სიურპრიზიც გითხარი და გაახარე შენი მსმენელი და ჩვენი მაყურებელი და ჩვენი მსმენელიც, რომ რა გარდა ამ ორი გრანდიოზული კონცერტისა, რომელსაც საქართველოში მართავ, კიდევ ვიცი, რომ ძალიან მაგარი სიურპრიზია ჩვენი მეზობლებისთვის. წეგან საუბრობდი ხო, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ბევრი კონცერტის ჩაგვიტარებია, იქ ცნობილი ვარსკვლავი სიმღერის ჩემს სიმღერებს, ასევე იქაურ რეჟისორს აქვს გადაღებული ჩემთვის და ხანუმებისთვის კლიპი, რომელიც იქაური ფოლკლორია. ეს არის აზერბაიჯანი, სადაც 27 მაისს დაიგეგმა ჩვენი კონცერტი. და ძალიან მოხარული ვარ აქაც რომ თქვენს ჩართულები ხართ და ასევე ჩართულია კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტრო და ჩაერთვება ასევე აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო. შესაბამისად ეს იქნება რაღაც გაღრმავება ურთიერთობების, თანამედროვე სახით წარდგენა ქართული ფოლკლორის და ასევე სამოსის გადასარევი შანსი, რომ თან წავიდეს და შენს გრანდიოზულ კონცერტზე დაესწროს. ეს ვფიქრობ, რომ აი ხა შევთავაზო, ასე ვთქვათ, რომელიმე ტურისტულ სააგენტოს, რომელსაც შეუძლია 3 დღიანი, ასე ვთქვათ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 3 დღიანი ტური გააკეთოს და ვფიქრობ, რომ ალბათ ესეც გაკეთდება, თუმცა ისიც რო არ გაკეთდეს, იმდენი მეგობარი და კარგი ადამიანი მოდის ბაქოში ამ კონცერტზე, რომ ძალიან კარგია ესეთი დამეგობრება და გაზიარება ერთმანეთისთვის ხოხდებით შემოქმედების და უფრო დამეგობრება მეზობელ ქვეყანასთან და მით უმეტეს მე როცა შეგვიძლია ჩვენ გავაზიაროთ ჩვენი მუსიკა და პოპულარიზაცია გავუწიოთ ისევ ქვეყანას და ქართულ შემოქმედებას, ასე ვთქვათ. ძალიან მახარებს ეს ფაქტი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენს. მადლობა მიდაუთ რა ეს ჩართულობისთვის, ყურადღების ხარდაჭერისთვის საქართველოს კულტურის სამინისტროს. ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი ნაბიჯი კულტურულად დაახლოების. დარწმუნებული ვარ და რას მოაწყობთ უკვე წარმომიდგენია და სამოსზე უნდა ვისაუბროთ. და ასევე სამოსი პოპ-აპი იქნება, წარსდგება ჩემი ეს სამოსის ხაზი. რომელიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს და ნუ პირველ რიგში ის არის ჩემთვის შექმნილი და ჩემი პირადი სამოსია ეს და შესაბამისად ისე დაიმსახურა რომ ვაკვირდები ამ პროცესში მუშაობის რაღაცა მოწონება და სიყვარული და გათავისება რომ ერთი და იგივე ყავს მომთხოვნი, ასე ვთქვათ და შესაბამისად ეხა დროებით ჩვენ შოურუმი დავხურეთ ბათუმში და თბილისში ვაპირებ გახსნას და რაღაცა ეს დეფიციტი შეიქმნა და
ცოტა იგეს მომწონს რომ მოთხოვნა არის და მოწონება არის და გელოდებია, სურვილი აქვს რომ ეს გელოდებია. ამ შემოქმედებამ იარსებოს ასე ვთქვა და ეს ჩემთვის ასევე შემოქმედებითი განხრა, მოდი ესე ვთქვათ და ეს არის ისევ მუსიკიდან გამომდინარე ეს მუსიკალური კონცეპტი რაც არსებობს ზუსტად ამ კონცეპტში არსებული პროექტია და ძალიან მომწონს მე როგორც ანუ ჩემთვის იმიტომაც მაქვს შექმნილი მაგრამ მომწონს როცა სხვა ადამიანებს ეს მოსწონს ატარებს ну იგივე პროცესია პრინციპში რაც მუსიკაზე რა ეს რაღაც შექმნილი მაქვს რაღაც როგორც ორი ალბომი და ეს ალბომები იზრდება და იზრდება რა თანდათან საინტერესო ისტორია იყო რომ საზღვარგარეთ შემთხვევით შეხვდა ადამიანი შენი სამოსი და კინაღამ საზღვარგარეთ შეხვდა კიდევ უფრო სასაცილოა როცა ჩემი მეგობრები ჩადიან საწყობ დედამიწის მეორე მხარეს და ვიღაცა ჩემს სახელს ეძახის იმიტომ რომ ლოგო დაუნახა ზურგზე და გაოგნებული იყო ჩემი ერთი მეგობარი რა თქმა უნდა სასწაულ მე ბაბუაჩემ ჩამიარა მას უკრაინაში ბაბუაჩემის სურათით რაც მაისური დიდი ბაბუაცი აი ასე ვიდექი და ულამაზესმა გოგომ ჩაიარა ისეთმა რომ ურაკალდი შეგრძნა არ მჯეროდა რომ ეს ბაბუაჩემი ან ჩემი მაისური ეცვა და ხო, კარგია ეს, იმიტომ რომ ისევ და ისევ ქართული კულტურას ემსახურება რა, აი ემსახურება პოპულარიზაციას საქართველოსში და ბევრი საინტერესო ასე ვთქვათ კომპონენტი მაქვს ამ პროცესში ჩადებული ისევ როგორც მუსიკაში. და მახარებს ეს რომ ამაზე მოთხოვნა არის დღეს სხვათა შორის ჩართულობა მაქვს უკვე აწარმოებს საქართველოსი მადლობა ყურადღებისთვის და სწორად განხილვისთვის ასე ვთქვათ მსგავსი პროექტის, რომელზეც ჩვენ უკვე მივიღეთ რაღაც გრანტი და შესაბამისად ეხლა უკვე უფრო შემოქმედებითი პროცესებიდან მინდა რომ ეს გადავიყვანო უკვე რაღაც ადმინისტრაციულში და შესაბამისად იგივე აწარმოებს საქართველოსთან შეწარდგენილი და საუკეთესოებს ასე ვთქვათ თავაზობთ თანამშრომლობას რომ მათ ასე ვთქვათ ეს უკვე ბიზნეს თვალსაზრისით დაალაგონ და უფრო მასშტაბური გახდეს და უფრო მარკეტპლეისებზე გავიდეს ქვეყნის გარეთ საქართველოს გარეთ როგორც საქართველოს შექმნილი არსებული бренდი და პროექტი. ყველაფერს ესე მაღალ ხარისხში რომ აკეთებ. ასევე კიდევ ერთი საკითხი. სამოს ძალიან გთხოვით ხარი. საიდან ეს ენერგია, საიდან ეს რესურსი, საიდან ეს ინსპირაცია, ეს ხო ძალიან დიდი შრომა. იცი რა არის? ის რომ დღეს ინტერვიუ დავიწყეთ, უკვე იხელა ენერგია მომეცი იმ სიტყვებით, იმ თბილი, იმ სწორი, გააზრებული, ასე ვთქვათ, და მნიშვნელოვანი ჩემთვის, რაც ძალიან სიღრმისეულშია, ასე ვთქვათ, ჩემი მხრიდან უკვე მესამე ათწლეულის განმავლობაში ჩადებული, რომ ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, დატენვის პროცესი. როცა მე გავდივარ 5000 კაცი, არა მარტო მღერის, არამედ ცეკვავს ერთად და ეს რაღაცა ის თითქოს და ზღვა დამყვება ყველა კონცერტზე, ისეთი ლამაზი სანახავია და ესეთი ენერგეტიკა და ესეთი ისე ვიმუხტები ამით, რომ არ შემიძლია რომ არ გავაკეთო. ან უბრალოდ არ მაძლევს ფიზიკა ამის საშუალებას რომ გავჩერდი გავაკეთო. იგი და შესაბამისად მე ჩემი მხრიდან მინდა ეს ზუსტად იგივენაირად დაფასება გავაკეთო ადამიანების ხალხის, რომელმაც მე გამხადა პოპულარული და რომელსაც თავისი აი ამ დადებითი იმპულსებიდან გამომდინარე მე ყოველთვის მაქვს ის მუხტი რომ იმოქმედო და შევქმნა რაღაცები. ამიტომაც მოვიგონე ბათუმში ძველი ბათუმის მარკეტი, რომელიც 3 წლის განმავლობაში ვაკეთებ. ბოლოს უკვე მერიაც გაგვიერთიანდა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქისთვის. ძალიან შემოქმედებითია, თუმცა ძალიან სტრატეგიული და ძალიან განვითარებადი და ძალიან ასე ვთქვათ, კულტურით სასიამოვნო და უმტკივნეულო, ასე ვთქვათ, გარდამავალი თანამედროვეობისკენ და ქალაქის შენარჩუნებისკენ მაგალითად პროექტი, რომელიც ისეთ კარგ გუნდთან ერთად ჩემი იდეა განვახორციელა და დღეს საინტერესო შეხვედრები გვექნება ამ თემასთან დაკავშირებით, რომ უკვე ეს ძალიან დიდი არეალის მქონეა და შესაბამისად ტურიზმის დეპარტამენტი, კულტურის სამინისტრო პირველ რიგშიც ასევე და ქალაქის მერია აუცილებლად ამ თემაში ჩაერთვება და ეს პროექტი მინდა გადავცე ქალაქს. და შესაბამისად განავითარებს ქალაქი ჩემი კონსულტაციით თუ საჭირო იქნება არჩევით და მენეჯმენტით. თუმცა ეს არის ქალაქის პროექტი, ეს არის უკვე ასე ვთქვათ
გავლილი ეტაპი 3 წელი და ყველა ეს ნიუანსი ასე ვთქვათ, ისევე როგორც შემაფასე ჩემო კარგო მუსიკასთან დაკავშირებით, რომ რამდენი რამ არის გათვლილი იმაში, რომ ეს იყოს იდეალური ფორმის, რომ ეს იყოს ხალხისთვის მისაღები და რა ვიცი, მე მგონი ერთადერთი ესეთი ჯგუფი ვართ, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ვარსებობს და კიდევ უფრო მოთხოვნადი და კიდევ უფრო მოსაწონია. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კი არ გამოგვდის ეს. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ, შრომობთ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და შესაბამისად ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას, რომ რა იქნება და მერე რა ამის შემდეგ, ხო? ამან უნდა განავითაროს, ამან უნდა გახედოს უკეთესი, ამან უნდა გაუადვილოს მაცხოვრებლებს ცხოვრება და ასე შემდეგ მოქალაქეებს. მოკლედ, ძალიან ბევრი პუნქტია. ეს არ არის უბრალოდ ზერელე ტაშპანდური, მოდი ასე ვთქვათ. არა. ნამდვილად ეჭვიც არა გვაქვს ამისი. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმის პოვნა თუ როგორ განავითარო ან თომაში რაღაც ეს საუკეთესოები ასე ვთქვათ, რაც გააჩნია. რამდენი ხნის წინ ძალიან დიდი ხნის წინ და მიწევს ლოდინი ხოლმე, იმიტომ გამოუშვი ახლა ის სიმღერები, აგერ 2002 წელს გამოშვებული, გამოუშვი 2025 წელს, იმიტომ რომ მაშინ ბაიათები იმ სტილში და იმ მიმდინარეობაში, რაშიც გავაკეთე, ის იყო ძალიან ადრე. თუმცა მას თავისი სვენები ყოველთვის ყავდა, იყოლება, ხოლო დღეს უკვე სხვა თაობა მოისმენს ამას, ამ ციფრული პლატფორმის განლაგების შემდეგ და შესაბამისად შეფასებაც და ესეც ექნებათ, იმიტომ რომ ეს ხდებოდა 20 წლის წინ. ხვდებით, ანუ ხო, რაღაცეებს დაუდება მომიწია, კი, თუმცა დღეს რასაც ვფიქრობ და ვაკეთებ, ამასაც ვითვალისწინებ პლუს 30, 20, 30 წელს. როგორ გაგრძელდება და როგორ განვითარდება, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ის რაც არ ვითარდება, ჩემთვის საინტერესო არ არის. მე ვარ საინტერესო პირველ რიგში მე თუ არ განვითარებ. ეთყობათ ეს ყველაფერი ეთყობათ თქვენ შემოქმედებას ეთყობა. ვიღაცა ამას კაჩავს, ვიღაცა მოყვება, ვიღაცას უნდა, ვიღაცას არ უნდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავჩერდეთ და ჩემი საქმე მაქსიმალურად პროფესიონალურად და სწორი ფორმით არ შემეძლოს და არ მინდოდეს მიწოდება საზოგადოებისთვის. ამასში ვერავინ არ ფიშველ და მადანაშაულებს მე ვაზიარებ სწორედ სიკეთეს, შემოქმედებას, მუსიკას და განვითარებას. ძალიან ვეძებ ყოველთვის ფორმას განათლების. იმიტომაც ყველა ჩემი პროექტი თითქმის ქვია შემეცნებით გასართობი. აი რასაც ლაპარაკობდით ხადავენახს, ბავშვები მაგალითად ლიტერატურის გაკვეთილზე უკვე ხადავენახი ბაღში იციან, მაგალითად და სახლში იციან, მაგალითად პირველად ეინასროვი და ბაღამდეც იციან. ეს ერთ-ერთი ფორმა, ასევე გამოშვებული მაქვს ანბანი, რომელსაც დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში მხოლოდ იმ მონაკვეთს ჩამონათვლარი, რაც არის ასობგერების აუცილებლად ამასაც უკვე იყენებს ზოგიერთ თანამედროვედ ასე ვთქვათ მოაზროვნე პროგრესულად მოაზროვნე მასწავლებლები ბავშვებში ბაღებში და შესაბამისად მათ უკვე ანბანი იციან 2 წლის და 3 წლის. იმიტომ რომ ახლა ამბობენ ფსიქოლოგები ამას, რომ ასე უნდა შეასწავლოთ ეს ყველაფერი და შენ ეს როგორც თქვი, ძალიან ერთი ლონდონში რო ვიყავდი 20-25 წელს იქ რაღაც მარკეტინგზე იყო საუბარი და ვერ ვხვდები ეს მარკეტინგი რას დაარქვეს, რა არის ეს მარკეტინგი რა და ბოლოს ერთ-ერთი მარკეტერი ძალიან პროფესიონალი ადამიანი ინგლისში რო გადახედა ჩემ პროექტებს და რო ნახა რომ როგორ მოხმედებ და რას ვაკეთებ და თან მუსიკაში იმაში შენ არ გისწავლია და აი ეს არის მარკეტინგი და აღმოჩნდა რომ ხო ვიღაცას აქვს შინაგანად რაღაცები რაც ღმერთმა მისცა ხა ღმერთის განვითარებასაც მოაქეს ყველაფერი შენ თქვი რომ არ ხარ კარგავი როდესაც კმაყოფილი და ის სუძიებაში ხარ, სუწისვლაში ხარ და აი ამასაც მოაქეს ამ ხალა პროგრესი და კი, რა თქმა უნდა, პროგრესი და განვითარება საკუთარი თავის პირველ რიგში კი და ანუ მე ვფიქრობ, რომ ნიჭი ადამიანს ღმერთმა სათითაოდ ყველას აჩუქა. უბრალოდ ვიღაცა ვერ ხედავს მასში, ვიღაცას არ სჯერა და ვიღაცა არ ანვითარებს. იმიტომ რომ ყველაფრის განვითარება ესაჭიროება და ნიჭიც ნაბოძი ყველაფერში უნდა განვითარო ხო და თუ არ გინდა მეტი შესაბამისად იმიტომაც არის პარტისტები 1 წლიანი 2 წლიანი და ხელშეწყობა იყო ეგეთი ხმლიანი ხარ რომ ყველაფერში ხელშეწყობა ქონდა ცხოვრებაში
გვერდიდან. ხალხისგან. ადამიანებისგან სულ ყველა გვხდებოდა ისე რომ აი გადადიოდი შემდეგ ტურებში აი ადვილად. ბევრი სირთულე გადამილახავს რა თქმა უნდა რაღაცა, მაგრამ იქ ჩემთვის იმდენად ინტერესო ფაქტი იყო, იმიტომ რომ პირიქით გამაძლიერებელი. მე კეთილმა ადამიანებმა მირჩიეს კარგი მასწავლეს, ხა ცუდმა ადამიანებმა დიდი გამოცდილება მოიცა ცხოვრებაში. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ მე ყოველთვის კარგს თავაზობ და სიკეთეზე ვფიქრობ და ვთესავ, რაც ჩემი მოსავალია სამომავლო და ყველა ჩვენთანგანის, რასაც დავთესავთ. ამიტომ ნაკლებად ხარჯავ ფიქრებს და დროს რაღაც ნეგატიურზე, რომ მით უმეტეს ნეგატიურთან არ ასოცირდებოდეს ადამიანი ან არ ასოცირდებოდეს სიტუაცია. ალბათ აქედან გამომდინარე მაქვს ეს აურაც, რომ უფრო მეტი სიკეთეზე, დადებითზე და კარგზე და ეგეთი ხალხი მყავს გარშემოც პრინციპში, რა ვიცი, ყველა ალალი მხიარული და ისე, იმიტომ რომ ნუ ვერ ხდება ეს. და შენი პროფესიისა სულ შენს მეგობრებთან ასოცირდები და ყოველთვის ახსენებ ხოლმე მე ჩემი მეგობრები შენ აი სულ შენს გვერდით არიან ეს რაღაც ერთი გუნდი გყავს გარშემო რომელიც აი სულ შენთან არიან. ის რა ვიცი მე მეგობარი არ გამომიცვლია არასდროს ცხოვრებაში შესაბამისად თუ თვითონ არ წასულა ისევ იმ ძლიერი ენერგეტიკიდან გამომდინარე ჩემი რა რომ ძალიან რთულია რა ამ ენერგეტიკაში დათესო რამე სიბოროტე რა შესაბამისად თუ რამე აზრიც კი ეს გაუგვის რაღაც ბოროტი ის ვერ ჩერდება ჩემს ენერგეტიკაში. რა კარგია რა კარგი რჩევაა და რა კარგი მოსასმენია ახალგაზრდებისთვისაც იმიტომ რომ შემთხვევაში განიცდიან ახალგაზრდებიც რომ მათგან ადამიანები მიდიან და შენი ეს რჩევა და დამოკიდებულება ძალიან ბევრი რამ გამიგია ხო და ბევრი რამ გამიგვია მე თვითონ მე მხოლოდ შემიძლია ჩემი ცხოვრების მომენტი ჩემი რჩევა მივცე ჩემი შეხედულება მე რა ვიცი ვერაფერს ვერ დავაწყალებ და ვაკეთებინებ მაგრამ რეალობაში რამოდენიმე წინადადება იყო როცა ანდაში ცხოვრობდი რომ ანუ ლექციებს თუ არა მასტერკლასს ატარებს ჩემნარი გამოცდილი ადამიანები თქვა ცხოვრებაში რა და შესაბამისად ეხაც ალბათ ჩემი ინტერვიუ რაღაცა მასტერკლასის ფორმაა ხო ან რაღაცა გაზიარება ასე ვთქვათ თუნდაც შეხედულების ჩემი შეხედულების ხო ყველა თავის ცხოვრება აქვს თავის შეხედულება აქვს რა თქმა უნდა თუმცა არის რაღაც ნიუანსები რასაც ალბათ უნდა დააკვირდეს ადამიანი თავის თავში და ურთიერთობაში იმიტომ რომ არაფერი არ იკარგება ყველაფერი რუნავს ყველანაირად ცირკულაცია ხდება შესაბამისად იგივეა რა ყველაფერი სადღაც ხდება მე ძალიან მჯერა ამიტომ ის გაბრაზებული დიდი გამოსვლა და ვთქვათ უხასიათობა და თუნდაც შეგინება სადღაც გზაში ხდება ამიტომ კარგად დაიწყო დღე. კარგად დაიწყო დღე. გასარევად დაიწყო. ახმის ამოღება არ მინდა ხოლმე ძალიან ძნელია ჩემი გაჩვენება სხვათა შორის. მე გაგაჩვენე წარმოგიდგენი. ისე ლაპარაკობ, რომ აი ყველაფერი მინდა რომ გავიგო და გავიაზრო. ვინც ახლა შემოგვერთით, გეტყვით რომ ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელი კახაბერი ყავს სტუმრად, რომელიც ძალიან საინტერესოდ საუბრობს თავის შემოქმედებაზე, გავლილ გზაზე, თავის ყველაფერზე გულწრფელად და აუცილებლად ნახეთ პირველი ნაწილი, ვისაც ნანახი არ გაქვთ და ვისაც მეორე ნაწილი ახლა დაიწყეთ და შემოგვერთით, გეტყვით და გააჟღერე შენი გრანდიოზული გეგმები. ძალიან გთხოვ რომ ვინმეს არ გამორჩეს და მერე გული არ დაწყდეს. 26 აპრილს რუსთავით გრანდიოზულ ხო, გრანდიოზულ კონცერტებს გავაჟღერებ ჯერ და გეგმებიც გზაში მოდის ძალიან ბევრი, საინტერესო და ეხა კი მიხარია რომ ჩვენ გვაქვს საშუალება შევხვდეთ მოსახლეობას და გაუზიაროთ ჩვენი მუსიკა. ეს იქნება 26 აპრილს ქალაქ რუსთავში, რუსთავის ცენტრალურ პარკში. ასე რომ რუსთაველებო, რუსთავო გელოდებით 8 საათზე, სადაც არა მხოლოდ რუსთაველებო, ჩვენც იქნებ გვინდა შენი მოსმენა ყველგან. რატომაც არა, პრინციპში აი საზღვრებიც უნდა გავხსნათ უკვე, იმიტომ რომ სულ რაღაც 10 წუთია თუ 15 წუთი ქალაქ თბილისიდან, ასე რომ სურვალებს შეგიძლიათ თბილისიდან ჩამოხვიდეთ რუსთავში, ყველა ჩავიდეთ თბილისიდან რუსთავში და ამჯერად კონკრეტ კახაბერ და ხანომების მუსიკალური პროექტი გავიზიაროთ. მოდი ყველა და გავიზიაროთ ერთმანეთს. ხაზგასასმელია რომ სრულად უფასო არის და დასწრება თავისუფალია, ეს ძალიან არის ეს საშუალება, უფასო, დასწრება თავისუფალია და მოკლედ 26 აპრილი ქალაქი რუსთავი.
მე ბატონო წავედით ბათუმში. ხოლო წავედით ხა ბათუმში, მოდი 3 მაისი. 3 მაისი არის ბათუმობა და მოკლედ ქალაქის მთავარი დღეა, წელს განსაკუთრებული მუსიკალური აი პრესრელიზი და მკითხულობ, ეხლა დატვირთვით შეხვდება სტუმრებსა და ადგილობრივებს 2025 წლის 3 მაისს ქალაქის თავარი დღე რა მაგარია და ქალაქის თავარი არტისტიც საამაყო რა თქმა უნდა. ხარია, მართლაც სად იქნება ეს კონცერტი? ეს იქნება ბათუმის ბულვარში, ეს იქნება საზაფხულო თეატრის წინ. ისე ცოცხალი მუსიკის რითმით და თანამედროვე ელექტრონული ჟღერადობა თქვენი ეს რაღაცა ლაზერ შოუ რაღაცა საოცრებები იქნება რომელსაც ფოლკლორთან და კი ვიზუალური ინსტალაცია რაც ჩვენ სპეციალურად მთელი შოუსთვის არის დადგმული რა ასევე როგორც მუსიკალურად ისევე ვიზუალურად ესე ვთქვათ ადამიანებს ამოგზაურებს მთელ საქართველოში რა პრინციპად ჩატარდება ღია ცის ქვეშ და დასწრება იქნება სრულიად უფასო. ძალიან მაგარი არის კი და ეს ბათუმом მოკლედ დაემთხვა როგორც რაღაც კულტურულ ასევე ახალგაზრდულ ღონისძიებებს, ამიტომ კონცერტი გახდება ცენტრი ბათუმობის შემაჯამებელი მუსიკალური რაღაცა ატმოსფეროსთვის. აი განკვეთვაც ბათუმში გაქცევა რო გვინდა განასარები მიზეზია ნამდვილად. და ეს ძალიან კარგია, როცა არის კულტურაში ახალგაზრდებს სხვათა შორის ეს აქვს ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მათთვის არაფერი არ არის დაჭდეს თბილისიდან ჩამოვიდეს თქვათ რუსთავში და აგერ ეს ულამაზეს ქვეყანა გვაქვს რაღაცა 3 საათში ხარ ზღვასთან და თასთან ერთად და ამიტომ მიზეზიც კი შესაძლებელია იყოს თუნდაც ის პატარა რომ შეყვარებულთან ერთად მეგობრებთან ერთად წამოხვიდე ბათუმში და 3 მაისს გაატარა. ბათუმი ყველას ქალაქია რაღაცა ისეა რომ აი ყველას ქალაქია. ყველას ქალაქია რა თქმა უნდა ჩვენი ყველა ქალაქი არის ყველა ჩვენი ქართველის ქალაქი. და ჩვენი თავარი მისია არის ეს ერთობა და ქართველობა იმიტომ რომ შეიძლება ცოტა ხეში გენოფანდის პრობლემა იყოს ამიტომ მე ჩემი სახით მუსიკალურად თუ შემოქმედებითაც მოქმედებ მაგისთვის რომ პირიქით ქართველებისთვის ქართველობა მოსაწონი გახდეს ეს არის მნიშვნელოვანი ჩემთვის ის რომ ბავშვობიდან ის ამაყობდეს და მისთვის მისაღები ფორმულა იყოს ის იმდენი საამაყო გვაქვს რომ მართლა ნამდვილად საამაყოა ძალიან დიდი ხო იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობ ამას ყოველთვის მინდა ყველა ქართველს შევახსენო რომ ის ქართველობა არ ტეხავს ქართველები ტეხავს ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ რა ჩვენ დავიყოთ ქართველები რომელიც არ ტეხავს არა ნამდვილად ძალიან საამაყოა და მე არ მეწოდება ქართველობა ამიტომ რა ის ჩემი გზა და მისია მაქვს ესაც როლი აქვს ჩემს ერთობაში შემოდის. პრინციპში ყველას მისიაც ეს არის, რომ ვის რაც შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის. ვისაც შეგვიძლია ეს გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის. აუცილებლად გავაკეთოთ ეს სათქმელია, აუცილებლობისთვის კი და მარადიულ. სულ ესე იყავი, სულ გქონდა ეს რაღაცა ამხელა პატრიოტიზმი და ეს თუ აი საზღვარგარეთ ცხოვრე მაშინ ქონდა ეს ნოსტალგია როდის კი პირველად 93 წელს მოვხდი ამერიკაში მე საერთოდ ლუი ამსტრონგის კოლეჯში საფრთხის განმავლობაში როგორც საუკეთესო დასარტყამი ინსტრუმენტების სპეციალისტი დეზაფოლი პირველი იყო ეგ ჩემი შეხება ამერიკაში შემდეგ უკრაინა მანამდეც რუსეთიც მოსკოვიც არ არსებობს ჩვენზე კარგი ქვეყანა არ არსებობს არანაირი მონაცემით აი ძალიან ბევრ ადგილას დამყოფი ვარ და ხო 90-იანების ბოლოს ეს უკვე ჩემში ძალიან გამყარდა ასე ვთქვათ რა და მაშინ დიახ არასოდეს ქონდა სრული წავედი იქ გავაკეთო სადღაც რაღაცა ხო სულ მქონია შემოთავაზება ბევრი სირთულე ყოფილა რაღაცა რის გამოც შეიძლება მინიმალურად წამიერად ხოლოს გამეფიქრებია რა შეიძლება და ყოფილიყო და რაღაცა მაგრამ არა პრინციპულად მე მიუხედავად სირთულეებისა ვარ ქვეყანაში დავრჩი ქვეყანაში და ჩემი ფორმულით და ამ სახით ვაწოდებ ქართველობას იქიდან რაც თავარია ჩამოიტანე ჩამოსატანი ყველგან განათლება უნდა მივიღოთ აუცილებლად ყველა ქართველმა ყველა ქვეყანაში სადაც საჭიროა სადაც უნდა ეგ
ძალიან საჭიროა ქართული ტვინისთვის და შემდეგ ეს ყველაფერი უნდა მოვახმაროთ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ იდეალური ქვეყანა გვაქვს ყველა გაგებით რა. უბრალოდ დავიხვეწოთ უნდა ალბათ საკუთარი თავი პირველ რიგში და ერთმანეთი ავზარდოთ. ერთმანეთს მოვუსმინოთ ხა შენ ხარ ფანტასტიკური რესპონდენტი, რომელსაც მიგაქვს ბევრი რაღაცები და ფორმა როგორ განმოწყო ადამიანები რომ მომისმინოს. თუ არ უნდა მოსმენა, მას არც გაზიარება უნდა და არც გაზრდა. ამიტომ ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობთ წერას შესაბამისად, ამით თავი არც უნდა ეკივო. შესაბამისად უკვე სხვა კლასიფიკაციაში გადავდივართ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი და დიდი მადლობა რომ აკეთებ საერო საქმეს ესე დაუღალავად და ესე გემოვნებით. ეს მინდოდა სულ ხაზი გამესვა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. ძალიან გთხოვ ყველა შენი სიახლე მოხვიდე და გაგვიზიარო, იმიტომ რომ ძალიან ვიცი რომ ძალიან დიდი მოგეფეროთ, მადლობა გითხრათ და მინდა სრულიად მოსახლეობა საქართველოსი და მაცხოვრებლებს ჩვენს ქვეყანაში ყველას მადლობა უთხრა. მთავარი ორი კომპონენტისთვის, რომელიც შეუძლიათ გამოხატონ, ეს არის სიყვარული და პატივისცემა. ძალიან დიდი მადლობა. დროებით ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.